დავიწყოთ? დაიწყეთ. სალამი მეგობრებო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან ერთად რო ხართ. რაღაც განსაკუთრებულ ესეთ ხასიათზე ვარ და მართლა ძალიან მინდა რა საინტერესო გამოვიდეს ჩვენი შეხვედრა. პირველი რაც მინდა ვთქვა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Selfie Mobiles, რომელიც არის ჩვენი მთავარი წარმდგენი და ესეც საზაფხულო ძალიან საინტერესო კარგი ამოწყება აქვს, ასე ვთქვათ და კამპანია ვილაპარაკოთ. და ჩვენი მიზანიც როგორც მუსიკოსები, მე და ნიკა, სწორედ ეს არის, რომ ადამიანებმა, არტისტებმა რაღაც ერთმანეთთან კომუნიკაცია მოვახდინოთ და მადლობა Selfie Mobiles ამ კოლაბორაციისთვის. ესე შესავალი. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელს. ჩვენ დღევანდელ ადამიანებს პირველ რიგში აუცილებლად უნდა ესეთი ცოტა პომპეზური შესავალი უნდა გავაკეთო რა, იმიტომ რომ ლაშა როცა მოვისვინე პირველად აღტაცებული ვიყავი მართლა იმითი და ძალიან დიდი პატივისცემა პირველი რამაც გამოიწვია იყო რომ ეს არის რაღაცა ახალი ჟანრი. ანუ მუსიკა გააკეთო ერთია, თქვათ იყო რაღაც ავტორშემსრულებელი რომელიც რაღაც მუსიკას ქმნი, წერ და მეორე ეს არის რაღაცა სხვა ნიჭი და სხვა ხედვა რა, რომ ჟანრს შექმნი და მინდა რომ ამაზე თქვენ თვითონ ისაუბროთ. დიდი მადლობა ესეთი დიდი წარდგენისთვის. დიდი წარდგენა ჟანრის შემქმნელი. არა, მართლა ესეა. როგორ არის შემქმნელი ვარ. მივესალმები მაყურებელს, მსმენელს. ლექს. მე მივესალმები მსმენელს, ძალიან ხარია თქვენთან ერთად რო ვარ დღეს. და ლაშა ვაქოთ მაქსიმალურად რა. ცოტა ესე პერიოდი. არა, ნუ ისედაც არა, მართლა ვიცი. ეგოს ჭირდება გასუქება ცოტა. როგორ არის, იცი, საქართველოში ძალიან იშვიათია და რამდენიმე ადამიანია, რომლის სახელიც ასოცირდება რაღაც ჟანრთან. რომ მან აი რაღაც ჟანრს იტყვი და გახსენდება ერთი ადამიანი, რაღაც ჟანრს იტყვი და გახსენდება მეორე ადამიანი. იგივე, აი ხა სოფორას წამობ, ზუსტად იგივე არის თამადასთან, რომ თამადას რო იტყვი იცი რა თამადა. ის არაფერს არ გაჩნია სად იტყვი. ზემო აჭარაში რო თქვა, ალბათ მე არავის არ ვახსენებ. ნუ ჩვენ წრეში. მოვათ რომ იქამდე მივარ. ხო, კითხვა რა იყო? კითხვა ის იყო, რომ აი ხა მაგალითად ჩემი გადმოსახედიდან ეს იყო დაფიქრებული, პროდიუსერული გადაწყვეტილება, რომ იცი, ეს აკლია ამ სფეროს ქართულ ანუ პროდიუსერული გადაწყვეტილება თუ იყო თუ ორგანული. არა, გადაწყვეტილება ესეთ კი არ ყოფილა, ალბათ ბევრი წლის განმავლობაში რაღაცნაირად ამაზე ბევრი ნაფიქრი, ბევრი სხვასთან ნალაპარაკები, განხილული დისკუსია, ის შეიძლება არ შეიძლება, როდის იქნება მზარდა ქართული საზოგადოება რომ მიიღოს ელექტრონულ მუსიკაში მაგალითად ისეთი ელემენტები, რომელმაც შეიძლება საერთოდ სიამოვნება არ მიანიჭოს. და ეს რაღაცა კარგ დროს დაემთხვა თვითონ შემდეგ უკვე, იმიტომ რომ მეც საკუთარი თავის აი ამ მერყეობით ვიყავი ძალიან დაღლილი. და ეს რაღაცნაირად როგორ გითხრა, ამოსხმა იყო იმ ყველაფრის ერთ ბაშად რაღაცა რამდენიმე დღეში მოხდა ეს ყველაფერი თავის დროს. ხო, ეს ძალიან ბევრი წელი გროვდება ჩვენში. კი ბატონო, ანუ ძირითადად იყო დაგროვილი და გადმოცემული პირდაპირ. მე გასყდა. კი ბატონო, ანუ ეს არ იყო მე დავჯექი და ძალით მოვიფიქრე რაღაც. არა, ძალით არა, მაგრამ მე იცი რა. ბევრი რამე ქენი ძალით. ხო. ტექნიკურ მხარეს რომ ეს ყველაფერი ხარისხიანი ყოფილიყო, მაგრამ იდეურად ის ფლოუშიც ვაკეთებდი, ეს ყველაფერი თავისით ისხმებოდა და კეთდებოდა. ასევე ტექსტიანად და მუსიკას და ტექსტის ერთიანად იწერებოდა თითქოს და ეს იყო საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ახლაც უნდა იყოს წესით. კი, ეხლა უკვე სხვა პასუხისმგებლობები დაემატა მაგ ყველაფერს, რომ ხალხმა იცის და რთულია მე იგივე ტალღას დააჯდე ხოლმე და სულ მაგის პანიკაში ხარ, რომ სად არის ის ტალღა? ამ დროს ის ტალღა არის, უბრალოდ შენ გეშინია შეხტომის მაგაზე. ტალღაში ხარ, მაგრამ კიდე მეორე სირთულეა, როცა ადიხარ მწვერვალზე, რომ გაჩერდა იმ მწვერვალზე და არ ჩამოსრიალდე. მაგის რამდენად გეშინია? მაგის შიში არის ზუსტად ყველაფერი, რასაც გაჩვენა. იცი რა მაინტერესებს, აი მაგის ფიქრის დროს. არ გაქხოლმე რომ აი რაღაცა გათვლას რო იწყებ მაგალითად. აი რამდენის გათვლა დავიწყე. ფიასკო, ჩემი ცოლი როგორც იტყვა. ფიასკო. არ არსებობს გათვალო რაღაცა. ანუ აი
რაზე უნდა გათვალო? ვიზე უნდა გათვალო? ხო, აი ეგ არის, ვინმე არის ავტორიტეტი, მაგალითად, შენთვის, რომელსაც აზრს ეკითხები. აი, იყვნენ ეგეთები, იყვნენ და აღარ არიან. ხო, ეგ სხვა პრობლემაა კიდე. ეხლა მაინტერესებს შენ თქვენი კოლაბორაციის შესახებ. ეს კოლაბორაცია არ არის, რა ვიცი, ერთად კოლაბორაცია არასოდეს არ დაგვიძახებიათ კოლაბორაცია. რა ვიცი, ლექსო რაღაცნაირად თავიდანვე რო ჩამოვედი საქართველოში, იმ წელსვე ჩემთან მოვიდა. დაუკრა სოლო და მაგის მერე აი ეს ბევრი რაღაცა დანაპირებები დავპირდი ბევრ რამეს გაკაჩავი ეს რაღაცა ყველაფერი კარგად იქნება ლექსო და აი ლექსოს აქვს სრული თავისუფლება დღეს აქვს არ აქვს სრული თავისუფლება როგორ გეკადრებ იცი რა მე მაგ ეგეთი განცდა რომ ყველაზე კარგი გაგებით სტუმარი ვარ რა ლაშას მუსიკაში აი რაღაც მაგარ ოჯახში, მაგარ სახში რო სტუმრად მიდიხარ და აი დიდი ხანი რო გჭირდება, რომ ვაფშე დაათვალიერო ეგ სახლი და ვაფშე მიხვდე სად ხარ და მართა ყველა მომენტში რო რაღაცა ახალ მუღამებს პოულობ და თან ჩემი მუსიკალური რაღაცა გემოვნებისგან საკმაოდ მოშორებული იყო ეს მუსიკა და აი 1-2 წელი იმისთვის დამჭირდა რომ უბრალოდ მიმხვდარიყავი რა მუღამებია იმ მუსიკაში, რა მუსიკასაც ერთად ვუკრავთ და აი ამ პროცესის განმავლობაში სულ რაღაც საინტერესო რაღაც იდებოდა, იმიტომ რომ თავიდან მართლა იყო ნული შეზღუდვა, ანუ არაფერს არ მეუბნებოდა რა მექნა ან რა არ მექნა. კითხვა ხონდა. და მე რაღაც წლებთან და დროსთან ერთად თავისით ორგანულად რაღაცები გამოვჩილკვნეთ ერთად რა და იმითი რომ პროსტა ბევრი ვუკარით ერთად და არა იმითი რომ რაღაცას დავსხედით და ბევრი ვიფიქრეთ და შევთანხმდით რა. ხო, რაღაცნაირად ყოველთვის იმპროვიზაცია იყო ლექსოს შემოსვლა და შემდეგ ამ იმპროვიზაციის და დაკრულის ჭრა მიჭრა. ეგ ნაწილი კაია, ეს ნაწილი კაია, ეს ნაწილი. ხო, აი ეგრე იყო და შემდეგ უკვე რაღაც რჩებოდა ზოგჯერ, აი ბოლო ალბომში Nine Deadly Sins for Tamadashi უკვე ლექსოს უფრო მეტი მონაწილეობა და პასუხისმგებლობა აქვს თავის თავზე აღებული როგორც სოლო გიტარისტს, იმიტომ რომ იქ სოლოები აქვს. ხო. და იქ უფრო მეტი მონაწილეობა აქვს რა მიღებული და არა მარტო ბექ ვოკალშიც არის უკვე და შეგიმჩნევია თქვათ რომ ხანდახან გირჩევნია რომ გადააბარო რაღაც პასუხისმგებლობები? არ არის ხოლმე საჭირო მაგის ფიქრი. ხო, ანუ მაგას ახლა ეგეთი რომ პასუხისმგებლობა ვინმეს გადაავა. რა თქმა უნდა ძალიან დიდ სივრცეს მივსებს იმ მომენტში და მეხმარება ტვინში რომ აი ლექსო დაუკრავს სოლოს არაფერს აფიქრდი აქ მოდი შემდეგზე გადავალ ახლა შემდეგ პრობლემაზე ვიტირებ კი ბატონო კაი მე რა მაინტერესებს იცი რომ ნუ მე ესე აი ახლა არ ვიცი ვიმსჯელოთ ამაზე რა მე ესე წარმომიდგენია რომ დღევანდელ დღეს კი არა სულ ესე იყო რა ალბათ რა აუდიო ანუ მუსიკასთან ერთად ეს ვიზუალი არის ყოველთვის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი რა როგორ მოხდა შენი კონცეფციის აი იმ იდეის რაც თავში ქონდა თქვა და ხედავდი რომ თამადა უნდა იყოს ეს აი იმის გადმოტანა მე უკვე ვიზუალურად ვიდეოგრაფიას გულისხმობ რა აი თქვა იცნობ იმ ადამიანებს ვინც შენ ენაზე საუბრობდნენ და აი ეს ერთად გადმოიტანეთ თუ აი ეს მაინტერესებს როგორ მიხვედი ესეც თავისით მოხდა იგივე ტალღაში მოექცნენ ის ადამიანები რომლებიც ჩემი აზრით და მათი აზრით გავიზიარეთ ხო მაგალითად პირველი კლიპი იყო Ford Monster Lobster და ჩემი კოლაბორაციაზე გადაღებული და მანდ გავიცანი უკვე ის ხალხი რომლებიც მომავალში იმუშავეს შემდეგ კლიპებზე რაღაცნაირად გაუსწორდათ რა ეს მუსიკა და გაუსწორდათ და ერთ-ერთი ადამიანი იყო აგერ სანდრო გაბელაია და აგერ არის გაბელა რომელმაც რა ვიცი დაინახა ამ სიმღერებში ის პოტენციალი რომ ამოდი კლიპი და ძალიან დიდი დახმარების მისით გამოვიდა პირველიც და მეორე კლიპიც რა მეორე უფრო ხო აი ტიკები ძალიან დიდი პროდაქშენი იყო იქ რა რამდენი კაცი ვიყავით 70 ხო, ანუ 70 ადამიანის რესურსი. მაგის ფული არც მე არ მქონდა და მაგრამ აი მაინც გავაკეთეთ, იმიტომ რომ გაუსწორდათ იდეაც, მუსიკაც და ყველა ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეძლო და 70-ის ძალიან დიდი მადლობა კიდევ 2 თუ 3 წლის მერე მათ. ხო, აი ჩვენ რისი კითხვა გვინდოდა და რა დასკვნამდე გვინდა რომ მივიდეთ რა თუ ვაკეთებ საინტერესო და პროექტს ესე სახში ვიჭდე და მეშინოდეს, იმიტომ რომ მე ფული არ მაქვს, ახლა კლიპს ვერ გადავიღებ. ხო, რაღაცა განცდა იყო იქ, რომ რაღაცა მაგარს ვაკეთებდით ყველანი ერთად.
ხო, ანუ არსებობს გამოსავალი ყველა არტისტი, იქ მარტო მე ხო არ ყოფილი ვარ არტისტი, ყველა არტისტი იყო საერთოდ და ყველა ხელოვანი იყო თავის საქმის და პროფესიონალი, ხო? ყველა გრძნობდა რომ რაღაცა კაი პონჩი იყვნენ. და ეს გაცნობით უფრო დასაფასებელია ხოლმე რა, ვიდრე რაღაცა ფულის ლოდინი. ხო, იმიტომ რომ ეს გვინდა ეხლა დამწყები არტისტებისთვის თქვა, აი 5 წელი. მაგრამ დამწყები ვიყავი მაშინ. ხო, აი მაგითო ვკითხო. ნებისმიერ დამწყები არტისტისთვის ეგ იდეა რომ მე შეიძლება მე თუ საინტერესო რაღაცას გავაკეთე, ვიღაცა გვერდში დამიდგეს უანგაროთ და ეს წინ წამოიწიოს ჩემი მუსიკა იქნება თუ ნებისმიერ ხელოვნების ნებისმიერი სხვა სფერო არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ სიტუაციაში, როცა ჩვენ ძალიან ბევრი არტისტი ვიცით, რომელსაც ნუ არა აქვს თქვა საშუალება რომ ქართულ რეალობაში ძალიან ის არის და ეხლა ჩვენ ხო ჩვენ რეალობაზე ვსაუბრობთ, ეხლა როგორ ხდება, ეგ ვიცით. რეალობას რომ მომხმობ მე მინდა ერთი რამ. ქართულ რეალობა ჩემთვის ცოტა სხვა რამ. ქართული რეალობა ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ შევხვდით თითო ჭიქა დავლიეთ, ვილაპარაკეთ, დავგეგმით. აი ეგ არის ჩემთვის ქართული რეალობა და ზუსტად მაგ ქართული რეალობიდან ის პროდუქტია ის და არა ის რომ მოდი ჩვენ ახლა ქართულ რეალობაში არ გვაქვს ევროპოლის ევროპაში ვერ გადავიღებდი 100 წელი ესეთ კლიპებს. დამიჯდებოდა მილიონი. როდესაც აგერ რაღაცა ჯიბეზე რაც მქონდა ის რაღაცა გადავანაწილეთ ხალხზე და აი ქართული რეალობა ძალიანაც რო ქართული რეალობა დამეხმარა მაგ ყველაფრის გადაღებაში. ვინაცვალი საქართველოს. არა. კი ბატონო, ანუ. არა, ხო, ეგ არის ხომ, რომ ქართული რეალობას თითქოს მიყვარს ქართული რეალობა მაგ მხრივ, იმიტომ რომ ეს ჩვენ ურთიერთობა დაჯდომა, ლაპარაკი და რაღაცების დაგეგმვა გვეხერხება და ამ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში გამოგივიდა და თუ ლაპარაკი არ შეგიძლია ერთმანეთთან რაღაცა გულის მოგებები, სიყვარული არ შეგიძლია. მე ვიცნობ ადამიანს ძალიან იჭერა. მაშინ ძალიან გაგიჭირდებათ ნებისმიერი სახის შედეგების დადეგმა ცხოვრებაში. აი მე ვიცნობ მაგალითად რა ადამიანებს, რომლებიც ძალიან იჭიერები არიან, მაგრამ აი ეგ არა აქვთ რა, ეგ უნარი. აი ამაზე აგერ მურმანჩი ერთი წავი მოდი რა ჩამოგართვა ხელი. ლუდი დადე ბიჭო. მურმან შემოგვიე. ვერავდგები ცოტა წელი. სალამი. მურმან წულაძე. აი გამარჯობა. წელი ფხივა. გამარჯობა მურმან. აი მე და მურმანას ძმაკაცობაც ეხლა მაგაცობის ხარჯზე ხდება, კაცო, აი ნიჭიერი ვარ, არ მყავს ეს თქვათ ესეთი ძმაკაცები, რომ აი ჩემ ენაზე ილაპარაკონ და ვიდეოს იღებდნენ, მაგრამ და კაი კამერა ქონდეს, აი გამართლებაც არის, ფორტუნაც არის რა, და დაიძმაკაცო ვიღაცები. ხო და აი ცოტა ხალხში უნდა გამოხვიდეთ? მე მგონი აუცილებელი მგონია. ხალხში უნდა გახვიდე, რა თქმა უნდა, ხალხთან უნდა იყო. თან კოსმოსი წვიტავს ამ ყველაფერს რა. ხო, ანუ სადღაც უნდა დაგილაგდეს ესე იგი. ხო, იმიტომ რომ ბევრი ფიქრი მაგაზე არაა საჭირო რა. ანუ ადამიანს რო ხედავ, ან მოგწონს, არ მოგწონს და ეგ რაღაცა შეგრძნება, უნდა განევითარო რა. და თუ მოგწონს, მიდიხარ, თუ არ მოგწონს, გამოდიხარ. კი ბატონო. ძალიან მარტივად არის ახლა. მე იცი რა მაინტერესებს. ლაშა შე როგორც ეხა ადამიანი რომელსაც მოკლედ ეს რაღაცა ახალი ჟანრი სადაც ჩემთვის ესე ვიტყოდი რომ დასავლეთი ცოტა აღმოსავლეთ შეხვდა და აი იქ დაიბადა რა ეს ყველაფერი ალბათ ბერლინში ცხოვრებამაც ძალიან რაღაცა დიდი ზეგავლენა მოახდინა რაღაცა ბერლინის გარეშე ვერ გავაკეთე ამ ხელა გაბედულობა არ მექნებოდა მე აქ ვერ გავაკეთებდი ამას იმიტომ რომ რაღაცნაირად რაღაც ყველა როგორც უყვართ გაიქრინჯებოდნენ იმ დონეზე რომ მეც გადმომედებოდა და აი მურმანმაც ახლა რა ვიცი რომ საფრანგეთში გააკეთა ის რასაც აკეთებს მეც ბერლინში დავიწყე ეს ყველაფერი იმიტომ რომ რაღაცნაირად თავისუფლად ვიყავი უფრო იმ ლოკალური კომპლექსებისგან რაც რის ირგვლივაც რომელიც იყო მოცული ჩემს ირგვლივ როცა აქ ცხოვრობდი იქ რაღაცნაირად გავთავისუფლდი აბა ვენაცვალე საქართველოსო ხო არა ვენაცვალე საქართველოს შემდეგ ყველაფერში მაგან მაჩუქა მე ჩამოვიტანე თორე საქართველოს არ მისრიდა ხა ეს ჩემი თავი მისრიდა შენ გარემო არ გიშლის არაფერს შენი კომპლექსები გაქვს რომელიც გიშლის რაღაცის კეთებაში ხას და რაც უფრო მეც იმუშავებ რომ გაითავისუფლო თავი შენ ნამდვილ მესთან მიხვიდე და აღარ იმოქმედოს გარე სამყარო შენზე უფრო რაღაცა ნაღდი გამოგივა იქიდან და გამართლებაზეც არის მე რა ვიცოდი რომ მოეწონებოდეთ ხო მე მომწონდა და წარმოვში ჩემთვის გავაკეთე ხო ეს თავად მე რო არ მომწონებოდა ხო არ გაჩვენებდი რა თქმა უნდა. აი როგორ ხვდები ეგ, რომ აი ეგ არის. აი სანამ აი დაამსრულე რა ტრეკი, თქვა რაღაცას აკეთებთ, ჩაწერეთ, იქ გიტარა და იქ ვოკალი მოდი აქესებს და ტექსტი მოვიდა, ის მოვიდა თავში და ეგ არის. აი ეს ეგ არის სადაც. ბევრი წელი არ ვიცოდი სად იყო დასასრული.
მუშაობის. სად იყო შედეგი, სად იყო რეზულტატი, ხო? ეხლა რაღაცნაირად თავისი ბევრი წლის განმავლობაში პროდაქშენით რო ხარ დაკავებული, ხვდები რომ სადღაც ატრაკებ და სადღაც უნდა გაჩერდე. და ეხლა მგონი უკვე მანდვა რომ ჩერდები ხოლმე და ეგ არის ტრეკი. აი რაღაცნაირად ყველანაირად გეუბნება შეგრძნება მაგას. გამოცდილებაც. კი, გამოცდილება გაძლევს მაგ შეგრძნების დამუშავებას, ხო? და გიმუშავებს შეგრძნებას, იცი უბრალოდ სადაც უნდა გაჩერდე. შეიძლება არ ვარ ხოლმე მართალი და შეიძლება რაღაცები აკლია რაღაც. ეგ უკვე გამართლებაზეც არის. რამდენი ტრეკი გაქვს თაროზე? თაროზე არ დამითვლია, ბევრი მოწყებული ძალიან. ბევრია დაწყებული და ბევრი არის ისეთი, რომელიც ვიცი რომ არასოდეს არ ვაჩვენებ არავის, იმიტომ რომ უფრო ისეთ ხასიათის ხო მაგ ტრეკებზე რაღაცები ვისწავლე და განვითარდი და რო ვუყურებ არაფრის მომცემი არ არის არავისთვის და გამომიშვია ისეთ ტრეკები, რა სჭირდებათ, ხო? მაგრამ თუ რაღაცა აქვს პეცი, მაგას უშვებ, მაგრამ რაღაც პეცი თუ არ აქვს და უბრალოდ რაღაც ტექნიკურად განმავითარა, ეგ თაროზე ბევრი ანუ საბოლოო გადაწყვეტილება შინაგანად შენ თვითონ იღებ რა გამოდის. ხო და ძალიან დამიხმარე, მე მაგათ არც პირამდეზე, არც ტიკებზე კლიპის გადაღება არ მინდოდა. სულ სხვა სიმღერებზე მინდოდა, რომელიც თურმე ვწდებოდი, იმიტომ რომ მე გიორგი მეშველიანმა მოდი უეჭველი პირამდეზე უნდა გადავიღოთო პირველი ტრეკი და მე უეჭველი ტიკებზე უნდა გადავიღოთო და ეგ შეგრძნება მე არ მაქვს რა გახიტდება, ხო? ეგ მე არ მაქვს ნოლი მაქვს, სულ ვწდები. არასოდეს არ გამირტყავს რომელი ტრეკი გახიტდება ჩემი. ხო, უცნაურია. არა, უცნაური არა, მაგრამ მესმის ხო, რომ ანუ მაგაზე არ ფიქრობ გაყიდვაზე. არა, ხო, მაგას დაფიქრდები და მაშინ სულ სხვა სისტემით თუ დაიხელმძღვანელო შენს კარიერაში. მაშინ ხარ მენეჯერი და არა ხელოვანი, რომელიც იმისთვის თუ დავიწყე ხომ მე ეგრე ვარ ყოველ შემთხვევაში, რომ იმაზე თუ დავფიქრდი, რომ ეხა მაგრამ წაიღებს ეს არ არსებობს. არაფერიც არ მიაქვს. არაფერს არსად არ წაიღებს არავინ. იცი რა მაინტერესებს ეს color shows ამბავი. რომ ნახე ისე გამიხარდა, რომ აი ერთი ამაყი ვიყავი Netflix-ზე რომ ნახე ქართველი მსახიობები, რომ აი ვაუ რა მაგარია და აი მართლა არ დამავიწყება ეგ შეგრძნება, რომ თამადა მეთქი რა მაგარია, აი როგორ მოხდა ეგ ამბავი? ერთი 2 წლის წინ მომწერეს მანამდე და სიმღერები გაუგზავნე მეთქი აი ესენი მინდა რომ შევასრულო და აუ აქ ესენ ჩვენ არ მოგწონსო და არ გამოვაო. ამ წელს შემდეგ წელს ისევ დავგეშ. და შემდეგ წელს ისევ მომწერეს და ისევ იგივე ტრეკები გაუგზავნეთ და ვა რა მაგარია. და ანუ თვითონ გამოვიდნენ ესე იგი კონტაქტზე და იგივე ტრეკები გაუგზავნეთ. მენეჯმენტი შეცვალეს ეთქობა. ხო, არ ვიცი, იგივე ტიპს ველაპარაკებთ. და ვა ეს მაგარიაო და ეს ორიო, თვითონ არჩიეს ალბომიდან. კაი, ახლა იცი რა მითხარი რომ გესაუბრებოდი, სანამ აქ მოვიდოდი, ჩვენ მითხარი რომ ეხავ ისეთ რაღაცას ვაკეთებო და ველოდები, აი რომ აი ყველაზე დიდი ის არისო ჩემთვისო, აი რაღაც აი როგორც გამოწვევა, არა, ეგ სიტყვა არ გითქვას, მაგრამ ანუ ძალიან დიდია, ძალიან დიდ პროექტს ვაკეთებ, რომელიც აი ჩემი ძალიან ესეთი ამბავიაო რა, ძალიან დიდიო ჩემთვისო და რა არის ესეთი? ეს პროექტი არის მე წარმოშობით სოხუმიდან ვარ, იცი, დევნილი ვარ და ზუსტად აი ეს რაღაცას სოხუმელი აფხაზი ბიჭები დევნილები რაღაცნაირად საერთო გაერთიანებას ვუყრით საფუძველს და პირველი ტრეკი ჩავწერე ზურაჯიშკარიანთან ერთად, რომელიც გამო სექტემბერში. რომელიც სახელად ქვია სოხუმელი ბიჭი და 19 სექტემბერს იქნება რელიზი. კლიპსაც ვიღებ და საპასუხისმგებლო ზუსტად მაგიტომაც არის, რომ ყველანაირად ვცდილობთ რაღაცა ხაზები არ დავარღვიოთ და რაღაც ნაციონალიზმში არ გადავარდეთ რაღაცა მომენტში და იყოს უბრალოდ სოხუმელ ბიჭზე სიმღერა და არანაირი აგიტაცია რაღაცა პოლიტიკური დატვირთვით. და ეს არის ზუსტად ძალიან რთული გამოწვევა, იმიტომ რომ ორივე ვართ გაზრდილი ტირილში. როცა აფხაზეთს ფიქრობ, როგორც აი ტირილში გამოსდაში ძალიან რთული არის შემდეგ ადეკვატურობის შენარჩუნება. და მე ვფიქრობ, რომ ეგ ხაზი კარგად გვაქვს დაცული და თუ ადამიანები სწორედ გაიგებენ, ძალიან გამიხარდება. და მაგიტომაც არის დიდი პასუხისმგებლობა არის, რაც ჩემ თავზე ავიღე. რასაც ვერ ავიღებდი ბევრი წლის წინ. და ზურაჯიშკარიანი რა თქმა უნდა ამაში ძალიან დამეხმარა. ძალიან საინტერესო და წარმატებული. საერთოდ საუბრობდი აი ამ ზღვარზე.
გარდა იმისა ამ ახალი პროექტისა ზოგადად ზღვარზე გადის ის სატირული თუნდაც ტექსტები, თუნდაც ვიდეოები, რაც გაქვთ გაკეთებული თქვენ, ხო? რამდენად მნიშვნელოვანია ის ფიდბექი ადამიანების მხრიდან, რომ წაიკითხე, ცუდია, არ არის ცუდის, არ ვეხებით, ეხლა ვეხებით იმას, რომ ბევრს არ ესმის. ძალიან ბევრს არ ესმის. და ეს პრობლემა, არ ვიცი როგორ თქო, განათლების ხო, ალბათ. რაღაცა ვიცი არის, ძალიან ბევრჯერ შევჯახები ვარ, რომ რაღაცა სატირას ვერ აღიქვავენ, ვერ იგებენ, რომ მაგაზე არ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი არ ვფიქრობ, რომ ვერ იგებენ. ხო, თუ ვისაც უნდა იგებს. ვისაც ეზარება, იმას ეზარება მოსმენა. არა, ზოგი გულწრფელად ვერ იგებს. აი მართლა ვერ ხვდება რა რაღაცაები. არ არის აუცილებელი პრობლემაა. ხო, ანუ არ აქვს მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა. არა, არანაირად არ. კი ბატონო, მე მგონია, რომ ყველა შინაგანად მაინც ხვდება რაშია საქმე და მე ირჩევს ახლა. მე მაგალითად ძალიან მევასება ბუკოვსკი, მაგრამ ვერ იტანს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ბუკოვსკის წაიკითხავს, შეიძლება გული აერიოს. ეგ არის არ არის ხელოვნება აუცილებელი, რომ ყველას მოწონდეს და მე მგონია, რომ ეს არის რაღაცა პროდუქტი, რომელიც არ არის არ შეიძლება ყველას უყვარდეს. მე მაქვს სამივესთან ახლა კითხვა რა. აი როგორც შემოქმედი ადამიანი რა, ანუ რომელიც სულ ქმნის რაღაცა მუსიკა, ეს ხო ძალიან დიდ ენერგეტიკას მოითხოვს და ცხოვრების ფაქტიურად რავი რა, ანუ ალბათ ფაქტიურად სრულ ჩართულობას რაცა ქმნი, ანუ ტვინი არის მოცული სულ ამით, როგორც კი წვეტაა რაღაცა ცხოვრებისეული რაღაცა ისეთი რომ ხდება რომ აი წვეტა არის მან მგონია რომ აი მე ეს ყველაფერი მუზაც ისიც რაღაცა იძინებს რა და აი ეს წვეტა არ უნდა მოხდეს როცა აი ამ შემოქმედებაში ხარ ეს რაღაცა ჯაჭვივით უნდა გაგრძელდეს გრძელდებოდეს სამივესთან მაქვს ეს კითხვა რომ არის რაღაცა მომენტები როცა აი ისეთ ცხოვრებაში რაღაცის კომპრომისი გიწევს იმის ხარჯზე რომ შენ ეს გამოგივიდეს და აკეთო რა აი ხვდები რას ვამბობ? აი არ გულისხმობ მაინდა-მაინც რაღაც პირადი ცხოვრება ან რაღაც. აი რაღაცეები არის, რაზეც მიდიხარ კომპრომისზე, იმიტომ რომ ეს შენთვის არის გადამწყვეტი. ჩემ შემთხვევაში მარტივად არის საქმე, ეგოისტი ვარ მაგ ამბავში და 14 წლიდან მივყვები მაგ საქმეს და არანაირი წვეტა არ მქონია და თუ ვინმე მოერგო, მაგას მოერგო და თუ ვერა, ვერა. ეგრე არის მარტივად, არც ისე კარგი ადამიანით ისეთვისები. ხო რავი მე ძალიან დიდი ხნის წინ გადავწყვიტე ეგ მაგრამ რაღაცა უცნაური კითხვა იმიტომ ვერ გავიგე ზუსტად რას გულისხმობ? ხო იმიტომ რომ განაწყვიტავ რომ აიცი რამე არტისტი ვარ და ეხლა აი ეგეთი ადამიანი ჯერ დებილობა რაღაცას აკეთებს თავის ცხოვრება რომ მე არტისტი ვარ და არ ფიქრობ მაგაზე შენ ფიქრობ რაზე რომ ემოცია გაქვს და ეგ უნდა გამოცე და ერთ მომენტში ეს ხალხს მოწონს და მაგაზე რო იწყებ ფიქრო აი ეხლა მე დავწე სიმღერას იცი რა და აი არა, ეხლა ძალიან მარტივად ნახელას გეტყვით. აი მე ხო ვარ ქალი. ვარ დედა. აი მე რო ტვინში ვფიქრობ, ვაიმე ეხლა, ვაიმე ფაფა უნდა გავაკეთო ბავშვს ახლა ის არ გადა. არ всё, ნახე რა ხდება. არის ეს ხოშვილი ხო არ არის რა. ძალიან დიდ ემოციას, ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. ახლა მე როგორც რესურსების გადანაწილებაზე. ქალი გეუბნები, ახლა შეიძლება მიხდი რას ვამბობ, მაგრამ არის ცხოვრებაში რაღაცეები, რაც ანუ შეიძლება პირადი ურთიერთობა იყოს, შეიძლება სხვა რამ იყოს, არ ვიცი რა, რაღაცა რაზეც მიდიხარ, ანუ რომ აი ეს თქვა სხვა საფეხურზე აყენებ და კი, მაგრამ მაგას ძალიან დიდი ხნის წინ წყვიტავ, რომ მოდი მე ამ ცხოვრებით ვიცხოვრებ და არ შევალ ამ იმეებში, რომ აი სამუშაოდ და ისა და აი ოღონდ მუსიკა ყველა იწერება, 2 წუთში. მაგრამ მე მგონი რაღაცნაირად ეგ გადაწყვეტილების მიღების მომენტი არც დგება, ეგრე მგონია, იმიტომ რომ არტისტი ხელოვანი თუ ხარ ადამიანი, იმიტომ ხარ რომ პროსტა შეუძლებლობა გაქვს, რომ ეგ საქმე არ აკეთო და იმდენად ბუნებრივად დანარჩენი ცხოვრება, იმდენად ბუნებრივად მაგის გარშემო ეწყობა, რომ შენ არც გაქვს ხშირად ისეთი განცდა, რომ რაღაცებზე უარს იძახი ამის გამო, იმიტომ რომ პროსტა ამაზე გაქვს კი ნათქვამი და დანარჩენი ცხოვრება მიდის რა. ორი მოკლე კითხვა, სანამ ბოლომდე ჩასულა. ერთი ისევ სამივესთან არის რამე ემოცია, რაც მუსიკით ვერ გადმოგიცია და შემოქმედებით? აი არ გიძვერთ. სიხარულის ტკბობის და სიმშვიდის ემოცია არის ყველაზე რთული ჩასატევი მუსიკაში, იმიტომ რომ ეგრე როცა ხარ არაფრის გაკეთება არ გინდება, კარგად ხარ, მაგრამ ხანდახან გინდება რომ ეგეც გადასცე ხალხს, მაგრამ აი რატო როცა პროსტა ზიხარ შენთვის წევ ხარ ჰამაკში და
აი როცა არ გაწუხებს არაფერი ყველაზე რთულია მაგ დროს რომ ეგ ჩაატიო ალბათ ხელოვნებაში. ხო თან ეს ხო აკუმულაცია ამ ყველაფრის რა. რაღაცას ვერიძახ და უცებ სკდება რაღაც სადღაც გინდა რომ ეს გამოყო რა როგორც აი გასკრიცავ რაღაცა და პატარა წყალი რო გამოდის აი ეს გადმოდის რა ეგეთი პუნქტია. კაი ბოლო აუ მიდი და მე დავსვა ბოლო კითხვაზე გადავიდოდით. აი ხალხის მიერ მიღება არ მიღებაზე რო საუბრობდით. ეს მუსიკა რაღაცნაირი ოდნავ სხვანაირი მუსიკაა რა. ყველაფრისგან განსხვავებული კი არა, ბევრი რაღაცისგან განსხვავებული, იმითი რომ აქ რაღაცა კონკრეტული სტილისტიკა, რომელიც ახასიათებდა რაღაცა კონკრეტული დროის, რაღაცა კონკრეტული ადგილის, რაღაცა ესთეტიკას რა, მუსიკალურს. და ეგ თავისთავად ნიშნავს, რომ შენ დღეს ამას რო ისმენ, რაღაცნაირად გადაყავხარ თუ ხარ მაგაში გაზრდილი ან გესმოდა ბავშვობაში ეგ მოტივები. გადაყავხარ მაგ მდგომარეობაში და რაღაც ცოტა თერაპია არის, იმიტომ რომ ნოსტალგიაში კი არა, შენ ან გადაიაზრებ იმ შენ ბავშვობას და იმ ბავშვობის მელოდიებს და იქიდან ეხა ამ სტილისტიკის მუსიკაში ბევრისთვის ბევრი რაღაც ისეთი ცაი, რასაც დღემდე ცოტა შეიძლება რაღაცა ისევ ზემოდან უყურებდეს ან გამაღიზიანებლად აღიქვამდეს ამ რაღაც მელიზმურ ამბებში. მაგრამ მე მგონი ვინც ახერხებს რომ აი მაგ მოგონებებიდან გამოწოვოს საუკეთესო და აი ზუსტად აქციოს რაღაც კარგ ნოსტალგიად და არა რაღაც ცუდ მოგონებების ხუთად ის ახერხებს რომ თავადას მუსიკით ბოლომდე იკაიფოს რა. ნამდვილად. რა თქმა უნდა, ხა მაგას ვერავის ვერ მოთხოვ რომ რაღაცა არტისტის გამო ადამიანმა რაღაცა თელ თავის მუსიკალურ გემოვნებაში რაღაცა რევოლუცია მოახდინოს, მაგრამ მე მგონი ვინც მაგას ახდენს, ყველა სარგებელს უნდა იღებდეს მარტო ეგრე მგონია რა. შენ გაიხარე ლექს. კაი, ბოლო კითხვას დავსვავ. რადგან თანხმდებით იმაზე, ხა თანხმდებით თუ არ თანხმდებით, ნუ ესეა რა, რაღაცა ჟანრია, რომელიც თამადაა. არის შემთთვის მნიშვნელოვანი კი არა, რომ აი ადამიანები რო გამოჩნდნენ, რომლებიც გახდებიან შენი მუსიკის მიმდევრები, ან მუსიკალურადვე, მიხვდი? რომ აი შენ მოახდინო ზეგავლენა, ისეთი რომ ვიღაცა ახალგაზრდა არტისტებმა ზუსტად იგივე განავითარონ, დაიწყონ თუნდაც შენთან პარალელურად. შეიძლება ზუსტად შენი ვერ გააკეთოს, მაგრამ რამდენად არის მნიშვნელოვანი შენთვის, რომ ეს მუსიკა ისე რეალურად ხო მაგით გრძელდება რა, უსმენენ და მე იგივეს იმეორებენ, ოღონდ რაღაცა თავიანთი ვერსიით და უკვე თავიანთ სათქმელს ამბობენ. როგორი რეაქცია გექნება, რომ უცებ აი ვიღაცა პატარა ახალგაზრდა არტისტმა რაღაცა შენი მუსიკის ზეგავლენი დაიწყოს იგივე ნაბიჯებით გადავა. გამხარებია ვიღაცა რომ მიგზავნის, რომ აი შენი გავლენით გავაკეთე, ძალიან მიხარია, მაგრამ ეს რაღაცა იდეა ფიქსი და საწადელი ჩემი არ არის, რა თქმა უნდა. უბრალოდ რო ხდება, ძალიან გიხარია და ბედნიერი ხარ და იმ ღამეს იძინებ ძალიან ტკბილად, ხო? ხო, ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც მე როდის იყო მე რო ეგ გავაკეთე. ჩემო მექნება ყველასთვის ეგეთია და დილით ადრე რო გამომიგზავნოთ, რომ კაი დღე მქონდეს. ძალიან დიდი მადლობა და მე მგონი დროა რომ მუსიკას გადავიდეთ. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივისა ჩუქრისთვის. მადლობა და ველოდებით მუსიკას.